ქართული ეგრეთ წოდებული გლიცინის მამა. მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილი. ძალიან ტრაგიკული სცენა, როდესაც მას დედასთან დაჭირდა ბიძაშვილი თარჯიმანი. მე იშვიათად წამიკითხავს. ეგეთი კარგი ბიოგრაფიული ტექსტი. თითქოს საკუთარ თავზე წერს, მაგრამ სულ აქებს სხვებს. ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ ისურის. თავარ საფრთხეზე რაზეც ლაპარაკობს, ეს არის ქართლდგარუსება. ხო, აი ჟირინოვსკიმ ხო თქვა, რომ ხარჩო დარჩებაო მარტო. დარისპანი ვართ ხოლმე სულ ჩვენ. ბოსტანიც ვართ ჩვენ. ამ ირონიაში არის ძალიან დიდი სიყვარული. როგორი გადაშლები, როგორი დაწყობილი ხრობა და გულწრფელობა, როგორც მთავარი ტრენდი. ამოვისუნთქებთ ხოლმე ხანდახან. მერე უცბად ეს ღორები ისე შემოვლენ. რუსისთვის საფრთხეა ქართველი, რომელიც აზროვნებს. უცბად აღმოჩნდება, რომ ამათი მიზანი არის, რომ ეს ყვავილი მოწყვიტა. ალბათ ყველაზე ადეკვატურად ისევ ღორები იქცევიან. გულწრფელი სიბრიყვეა სინამდვილეში. ეს კაცი, ეს დავით კლდიაშვილი არის რუსთმოწმულე. ეს დასაწყისი არის პრინციპში ფინალიც ამ ტექსტის. დავით კლდიაშვილის ბაკულას ღორებზე. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე. სანამ დავიწყებთ წიგნზე საუბარს, გთხოვთ გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და ყველგან ვართ. თქვენი გამოწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, რომელიც ლაპარაკის დროს გთავაზობს წყალს იმ დღეს ხოთა შორის შევამოწმეთ რაღაც სპეციალური აპით და ამოაგდო რომ ძალიან კარგი პროდუქტია და ესეც ძალიან მიხარია რომ კარგ პროდუქტს ვაპიარებთ. რაც შეეხება წიგნს და ამ წიგნზე საუბარს, დღეს ჩემი სტუმარია ქართულის მასწავლებელი მათე ციკლაური და ძალიან მიხარია რომ მასთან ერთად ვისაუბრებ ჩემს საყვარელ მწერალზე და ალბათ შენ საყვარელ მწერალზეც. დიდი მადლობა. დავით კლდიაშვილზე და დავით კლდიაშვილის ბაკულას ღორებზე. სანამ ბაკულას ღორებზე ვისაუბრებთ, მინდა რომ 1-2 სიტყვით კლდიაშვილზე თქვა, საერთოდ რატო გვიყვარს ქართველებს კლდიაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აი გლიცინის დრო არ არის, ხო? და ალბათ კლდიაშვილი არის ქართული ეგრეთ წოდებული გლიცინის მამა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ის გლიცინი, რომელსაც ამ სიტყვაში დებენ ხოლმე, ეს არის ქართული ტრაგიკომიკურობის, რა ვიცი, კვინტესენცია, ხო? ხო, ეს აქვს ნამდვილად ეს ცრემლნარევი იუმორის რაღაც ტექნიკა, რომელსაც ძალიან ძიმე ფორმები აღმოაჩნდა თურმე, ძალიან ძიმე შედეგებზე მიგვიყვანა და საერთოდ ეს არის აი იმ ერთი მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არის ილია ჭავჭავაძის, კლდიაშვილის და ჯავახიშვილის რაღაც ტრიო, იდეური ტრიო, რომელიც რაღაც გვაფრთხილებდა ილია ჩვენ რაღაცეებს და მე ამ კლდიაშვილთან მოვედით აქამდე. ამდე რომ ესეთები არ იყოს, თორე ლუარსაბობას მიიღებთ და აი რა არის ეს ლუარსაბობა და დღეს რატო გვიყვარს და რატო გვჭირდება ალბათ კიდე ამის ცოდნა, რას წერს ის კაცი, რომ ეს მარტო იმერელ აზნაურებზეა და შემოდგომის აზნაურებზეა თუ სხვა ამბებიც გვაქვს. და თვითონაც ძალიან ხშირად აი ამ თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში აქვს ხოლმე წუხილი, რომ თბილისში მაგალითად დადგმა ჩავარდა, იმიტომ რომ აღქმა არ იყო სწორი და რომ სინანულით და სევდით, მაგრამ ასეთივე დიდი ირონიით აღნიშნავს, რომ დარისპანი თავის გასაჭირს დაათრევდა და მე კი დარისპანსაც და თავის გასაჭირსაც, ანუ პიესას და მთავარი რაც იმ მისი ბიოგრაფიიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც აკაკი წერეთელს უპასუხა, რომ არასოდეს გარუსდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა პირადი და საზოგადო პირობა იყო იმისთვის შექმნილი, რომ ენა დავიწყებოდა. თქვა დავით კლდიაშვილზე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა იმერეთში ძალიან ორ სოფელს შორის ცხოვრობდა, დედის მშობლებსა და მამის მშობლებს შორის, გაიზარდა ძალიან თბილ,
ხალხმრავალ აი იმერულად ტკბილ გარემოში, სადაც ის უამრავ ადამიანს ხედავდა თავისი ბაბუის სახლში. ერთი ბაბუა იყო მდიდარი აზნაური, დედის მამა, მეორე შედარებით ხელმოკლე, მაგრამ სწორედ აი ამ ოჯახებში თავისი აი ეს როგორ იყო ბიცოლა მაგალითად ელისაბედი იქ სახლში მთავარი, როგორ პატივცემდნენ მას, ვინ შრომობდა, რამხელა პატივისცემას იმსახურებდა, როგორ უყოფდნენ ლუკმას აი ამ დიდ ხაჭაპურებს და ჭადებს სოფელში სხვა ადამიანებს და აი ამ გარემოდან უცებ შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით როგორ მოწყვიტეს თბილ კერას გაუშვეს თავიდან ქუთაისში რუსულ ოჯახში და იქ ტიროდა თავიდან ძალიან უჭირდა შეგუება, მაგრამ იმის გამო რომ უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანი იყო, რა თქმა უნდა რუსულიც მალე ისწავლა, მერე სასწავლებელში გაუშვეს და იქ არის აი ყველაზე მე ვფიქრობ ჩვენ თუ რამე უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში სანამ წიგნებამდე მივალთ სწორედ ეს ავტობიოგრაფიული ნაშრომი, სადაც ის აღწერს როგორ ავიწყდებოდათ იქ მყოფ სამხედრო სასწავლებელში მყოფ ქართველებს ქართული. და საბოლოო ჯამში აი ამ სასწავლებლიდან დაბრუნებულ კლდიაშვილს ქართული აღარ ახსოვდა, ძალიან უჭირდა, ვეღარ ლაპარაკობდა და ძალიან ტრაგიკული სცენა, როდესაც მას დედასთან დაჭირდა ბიძაშვილი თარჯიმანი, რომ ქართულად ელაპარაკა. მაგრამ ეს კლდიაშვილი რა თქმა უნდა ამას ასე არ დატოვებდა და მალე აღიდგინა ენის ცოდნას და მთელი მისი ბიოგრაფია არის იმპერიის გარემოში ქართulis და ქართული იდენტობის შენარჩუნების გზა, ხო? პირველ რიგში სანამ და თავარი კიდევ ტონალობა რო არ გამომრჩეს მერე თითქოს საკუთარ თავზე წერს, მაგრამ სულ აქებს სხვებს. სულ ლაპარაკობს თავარი, რაზეც თავარ საფრთხეზე რაზეც ლაპარაკობს, ეს არის ქართლდგარუსება და მეორე როგორ აქებს მაგალითად სანდრო ყაზბეგს, ალექსანდრე ყაზბეგი იგულისხმება, ვოლსკის, ასათიანს, ვინც ბათუმში, ვთქვათ, ბათუმის განაშენიანების და წამოწევის გეგმა ქონდათ, სხვა მწერლებს, სხვა ადამიანებს, საკუთარი აი ამ ხალხის მიმართვისაც თითქოს დასცინის სინამდვილეში როგორი სითბო და სიყვარული აქვს და ეს აქცევს, იმიტომაც არ ვღიზიანდებით ჩვენ და არ ვთვლით, რომ მაგალითად კლდიაშვილი ვიღაცას აი ესე პირდაპირ რაღაც ზედაპირულად დასცინის. ეს არის ყოველთვის ამ ირონიაში არის ძალიან დიდი სიყვარული და ასევე ძალიან დიდი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ იმპერიის სამსახურში იყო თვითონაც არის უდიდესი ბრძოლა, ზუსტადაც რომ სისტემის შიგნით, რომელიც ახლა გროტესკულად ჟღერს, მაგრამ იმაზე, რომ ქართველი არ დაძაბუნებულიყო, ენა არ დაეკარგა, თავი არ დაეკარგა და გადაერჩინა ეს ქვეყანა. რამდენადაც შესაძლებელი იყო. ხო, ეს გააკეთა თან მნიშვნელოვანია იმითიც, რომ აი ამას ხშირად ვამბობთ ჩვენ, რომ ვინც კარგად კითხულობს რუს ავტორებს, ის ხვდება, რომ სინამდვილეში ეს არის რუსული საზოგადოების ყველაზე დემორალიზებული მხარეების ჩვენება. აი კლდიაშვილსაც აქვს ეს განწყობა, რომ მან კარგად იცის რა ხდება იქ. მან კარგად იცის როგორია ენის, როგორც იდენტობის მთავარი ინსტრუმენტის, მთავარი ბერკეტის დაკარგვის საფრთხე. და აი ეს ყველაფერი გადმოტანილი ცოდნა და უკვე მერე სამწერლო ოსტატობა, რომელიც იმ ტექსტში ჩემი ცხოვრების გზაზე აი ძალიან კარგად გამოჩნდა. მე იშვიათად წამიკითხავს, მით უმეტეს ქართულ ლიტერატურაში ეგეთი კარგი ბიოგრაფიული ტექსტი, რომ აი ეს როგორი გადასვლები, როგორი დაწყობილი თხრობა და ეს ძალიან დიდი ტკივილი, რომ თითქოს აი ინსტრუქცია, რაღაც აი არ ვიცი, ნივთი რო გვიყიდია და გამოყენების ინსტრუქცია რო აქვს, რომ თავისივე შემოქმედების ინსტრუქცია, რომ ესე წაიკითხეთ. ოღონდ ეს საერთოდ არ არის მკითხველის შეზღუდვა, აი არაფერი. პირიქით, არ გეგონოთ რომ მე ლაპარაკობ შემოდგომის აზნაურებზე, ეს არ იფიქროთ, ეს საერთოდ სხვა რამეა. აი ის ტექსტიც, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ, ხო კიდე მისი სხვა ნაწარმოებები, ის არ არის ბოსტანი, ის ბოსტანი ხო არ ინგრევა იქ. ხო გამორიცხულია, რომ აინტერესებდეს ახლა ამ ეპოქის ავტორს რაღაცა კიტრის და პომიდრის მოსავალი. ხო აი ეს ყველაფერი და მე სულ მახსენდებოდა ხოლმე, როცა ვკითხულობდი და სხვადასხვა ძალიან ადრიდანვე, ბავშვობიდანვე დავიწყე, ეს მახსოვს დარისპანის გასაჭირი, მახსოვს რომ სათაურები ახდენდა ყოველთვის წარუშლელ რაღაცა აი შტაბეჭდილებას, იმიტომ რომ აი სიტყვები არიან წერილები, ხო, რაღაც კატეგორიის, რომელიც დიდი შესავლით
იწყებენ რაღაცას, დიდი ამბები უძღვის წინ და ეს არის კაცი, რომელიც პირდაპირ ისურის კითხულს. აი არაფერი არ უნდა მეტი პირდაპირ უბედურებაში და ეხა ამ ნიშნით შეიძლება შევადაროთ, აი რაღაც ფოლკნერისეული ამბავია ეგ, რომ აი როგორც იქ არის სული რომ მომდიოდაში რომ მოყავთ დედა მიცვალებული და ვარდება ხან ტალახში ეს და ხან იღებენ მე ისე ვარდება აი ეს ბევრგან ფოლკნერთან ყველგან თითქმის და არა მარტო და ამასაც ეს აქვს ამ კაცს. აი ყველაფერზე იწყებს პირდაპირ საქმეზე გადადის. რომ ბრუტალური დასაწყისი, გარდაუვალი ბრუტალური დასაწყისი და აქაც ეგ არის პრინციპში, რომ შენ შეგამზადოს, რომ ეს არ არის ეგრევე შოქში რომ უნდა ჩავარდე. არ არის ლიტერატურა მარტო იმისთვის, რომ შენ რაღაც ამაკში წამოწვე და ეს სიტყვაკაზმულობით დატკბე. არ არის ეს სიტყვაკაზმულობით ტკბობის ხანა, მით უმეტეს საქართველოში არასოდეს არ ქონია ამას. ეს რაღაცა ლიტერატურით ტკბობის ელფერი არასოდეს ჩვენ არ ქონია. და არასდროს ამის ფუფუნება არ ყოფილა რაც ვდავარია. აი ეს იმიტომ ყოველთვის ირეკლავდა ყოველთვის საზოგადოება. აი რა არის ხო? ტექსტები ირეკლავენ ადამიანებს და ადამიანები კიდე ტექსტებში გადადიან და აი ეს არის ყველაფერი რაც ამ კაცს ჰქონდა. ყველა პერსონაჟი არის ის, ვისაც ჩვენ ხვდებით ცხოვრებაში და ყველას გავართ შეიძლება ჩვენს ყველა და მაგრამ რაღაც საერთოს პოულობთ. და ეგ არის ჩემთვისაც წიგნი, რომ რაც მოხდება, რაც უნდა მოხდეს, რამეზე გამაფრთხილოს, რამე მითხრას ახალი. და ეს კლდიაშვილთან სულ ხედავდი ამას. და აი ამ ბაკულას ხორებში ძალიან კარგად ჩანს ეგ ყველაფერი, რისთვის ვიყოთ ფრთხილად. კი, და თან იცი თითქოს აი ბოსტანი ახსენე და ბოსტანი ჯერ ერთ ძალიან კარგად გვაქვს მეტაფორა ზღვის ბოსტანში კენჭების როლის სახით, მაგრამ ხო, აი კლდიაშვილს ჰქონდა უნიკალური უნარი, რომ აი თითქოს ძალიან საყოფაცხოვრებო პრობლემა ერთი პატარა ადამიანის, ანუ პატარა ადამიანის გულისხმობ ის, ვისაც აი თქვა ასეთი პრობლემა აქვს, ან დედის მემკვიდრის დედმამიშვილის გაჩენის ეშინი, ან ქალიშვილი ყავს გასათხოვებელი, ან ბოსტანში რაღაცას წვალობს და არ უნდა რომ ღორებმა დაუნგრა, თითქოს ეს რაღაცა ყოფითი პრობლემა, როგორი ადვილია კლდიაშვილის ხელში მოხდეს ამის გენერალიზაცია და იქცეს რაღაც ეგზისტენციალური პრობლემის გამომხატველ პრობლემად, ხო? და წავიკითხოთ ისე, რომ როგორც სიმბოლოები, მეტაფორები და პრინციპში ეს არის დეკონსტრუქცია ჩვენი, დარისპანი ვართ ხოლმე სულ ჩვენ. და ჩვენ გასაჭირზეა ხო სინამდვილეში და კიდევ ალბათ კარგად ჩანს ბიოგრაფიას იმიტომ ვაბამ მის ნაწარმოებსაც რომ იქაც ძალიან კარგად ჩანს თავარი პრობლემები საიდან მოდიოდა არ დამავიწყდება ერთი ეპიზოდი აი ეს ბაკულას ღორებთან პირდაპირ ილინკება ჩემი აზრით როდესაც იქმნიდა ქართველი ილუზიას რომ შეიძლება რომელიმე რუსი ყოფილიყო აქ ჩინოვნიკად და დამპყრობლის ნამესნიკად წარმოგზავნილი შედარებით მლმობიერი ან შედარებით ჭკვიანი და ერთის დასაჩაგრად მეორესთან გეჩივლა. ალბათ იყო მათ შორის რაღაც განსხვავება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვიყავით რუსული ჩექმის ქვეშ და იქ ძალიან კარგად ჩანს აი ერთი ჩინოვნიკი, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება ჭამასმის გარდა და იქ აქეთ-იქით თვალის სიარულის გარდა გახსოვს სურამის სადგური და რომ გადასძახებს იქაურ დეპუტაციას რომ გექნებათ პორტი, გექნებათ. აი ეს სურამში რომ პორტს დაპირდები, აი ეს არის რუსის დამოკიდებულება ქართველის პრობლემის მიმართ. ჯერ ისე რომ არ იცნობს კარგად. რომ გონია რომ ეს არის ხაჭაპურის ცეკვის და იცეკვე კაროჟნას ქვეყანა, როგორც ხო, აი ჟირინოვსკიმ ხო თქვა რომ ხარჯო დარჩებაო. კი. და აი ასეთი დამამცირებელი ყოფის ქვეშ დოკუმენტური მასალაც გვაქვს კლდიაშვილიდან შემონახული ისტორიკოსებსაც შეიძლება ძალიან კარგად გამოადგეთ ეს წიგნი როგორც დეტალური აღწერა მაგალითად აი ბათუმში რომ თავიდან ეს რაღაც ფაველები გაკეთდა და მე უკვე ქალაქის განაშენიანება იწყებოდა ძალიან დეტალურად აღწერს რა დროს გამოიკვეთა თქვა რუსული ინტერესები იქ ხო რაღაც ნავთობის ტანკერები რო გაჩნდა და უკვე რომ ვისი დაჩაგვრა დაეწყოთ იქაც ჩანს როგორ გრძალავენ რუსები მაგათ ქალთა გიმნაზიის გაკეთებას, მუსლიმებისთვის რაღაც უფლების მინიჭებას, განათლება როგორც საფრთხე, როგორ პირდაპირ ამბობენ, რომ აი ხა ეს ქალები მერე დაიწყებენ სწავლას თუ დაიწყებენ, მერე მოუნდებათ უფლებები, მოუნდებათ რაღაცა
აქტიურობა და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ დავალება ძალიან კარგად ჩანს, თუ ვინმეს უნდა ვთქვათ 250 გვერდში გაიგოს, როგორ იმპერიის ქვეშ და მერე უკვე საბჭოთა პერიოდზე ხა დღეს არ ვილაპარაკებთ, როგორ ხდებოდა ამ ქვეყნის გარუსება და როგორ იყო აკრძალული დავით კლდიაშვილი, როგორ დარდობს, რომ აკრძალულია ქართულ ენაზე, მაგალითად სამეცნიერო მოხსენებების წაკითხვა. თვითონ რაღაცის მომზადებას რო თხოვენ, უდგება კლდიაშვილისეული ბეჯითობით და დისციპლინით საქმეს და მაგალითად იაპონიაზე აკეთებს ძალიან კარგ მოხსენებას. მერე კორეაზე და გვერდზე გაიყვანენ, რომ იცი რა არ არის საჭირო ეს რაღაც დეტალური ანალიზი. ანუ რა არის რუსისთვის საფრთხე? მთელი წიგნი გვეუბნება იმას, რომ რუსისთვის საფრთხეა ქართველი, რომელიც აზროვნებს. რომელმაც რაღაცა იცის ფუნდამენტალურად, კარგად, წაკითხული, გააზრებული, იგივე ის იაპონიასთან ომს ემთხვეოდა ხოლმე. ან დამახინჯებულად უნდა იცოდეს. ან უნდა იცოდეს არასწორად, კი, მითები და რუსები თუ რამით არიან ბოლო 200 წლის განმავლობაში დაკავებული, ეს არის მითების შექმნა, ტრადიციებზე. ქართულ იდენტობაზე და სინამდვილეში რა არის მათი ძალიან პრიმიტიული, მაგრამ მუშა მეთოდი, წაშალო მეხსიერება და იმის ადგილზე დასვა რაღაცა ლეგენდები და ეს ხო აქვთ, ეს რუსებს მთლიანად აქვთ და აი ბევრგან ხედავთ ამას. ამას რომ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება, რომ თქვენ არ გაქვთ თქვენი იდენტობა, თქვენ გჭირდებათ ზრუნვა. აი ჩვენ თავიდან მოგექცევით რაღაც ვითომ ჯენტლმენურად, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ სხვა მიზნები. ეს ქართული ლიტერატურა სული რეკლავდა ამას, ეს ბევრგან არის. ერთადერთი შემთხვევა ხო არ არის ეს ან კლდიაშვილის ან ჯავახიშვილის შემოქმედება, ხო იქ ლორდ კიფაინძესაც აქვს ამაზე რაღაცები. აი როგორც რაღაცა ვითომ ყვავილი, რომელიც არის ისეთი რომ მოუარო ეგზოტიზაცია და უცბად აღმოჩნდება, რომ ამათი მიზანი არის, რომ ეს ყვავილი მოწყვიტონ. და გამორიცხულია რომ ის მოწყვეტილი, მოგლეჯილი, ეს ფურცლებ გაცვენილი ვარდია, აი როგორც მე მგონი ჰაჯი მურატჩია, ხო ტოლსტოის ბავშვი რო აწვალებს ამ იმას და რაღაცა ვეღარ იქნება ის მერე ლამაზი, ისეთივე იდენტობას დაკარგავს აუცილებლად და ეს არის მათი მიზანიც. ამიტომ დავიდა სუფრამდე, აი რომ ამბობდი წეგან რომ დარისპანი ვართ ჩვენ. დარისპანი აი ბოსტანიც ვართ ჩვენ. იმიტომ რომ ამოვისუნთქებთ ხოლმე ხან და ხან, გონია რომ რაღაცა წავიდა ეხლა ეს ყველაფერი განვითარებისკენ, წავედით ისე იქ სადაც უნდა მივდიოდეთ სულ ამ დასავლეთისკენ და მერე უცბად ეს ღორები ისე შემოვლენ და ეს მეტაფორული ღორები არის სინამდვილეში. და ამ ღორების გაყრას მერე ისევ რომელიმე სხვა ღორს უნდა თხოვო. ისევ სხვა ღორს უნდა თხოვო. და არა იმას, ვინც მართლა მოგიგვარებს პრობლემას. ტრაგიკულია რომ შეიძლება იყო ამ დროს გულწრფელი. აი ეს ჩვენი გმირი ეს გალაქტიონი მართლა ეძებს სამართალს. მე მჯერა რომ აი რაღაცნაირად ეძებს ამ სამართალს, უბრალოდ არასწორად დემორალიზებულ საზოგადოებას. ჩა გულწრფელობა არ არის ყოველთვის სიქველე. შეიძლება საკუთარ უმეცრებაში აბსოლუტურად გულწრფელი იყო და გულწრფელობა როგორც მთავარი ტრენდი, რომ აი რაღაცა ხმამაღლა თქვა და ეს დაამკვიდრო, რომ აი გულწრფელად ვამბობ, რომ რა ვქნა რუსის მეშინია და ამიტომ იყოს რუსი, ეს არის საკუთარ გულწრფელობამდე მიხედო საკუთარი აზროვნების მოდელს, ხო? და რა ქნას გაჭირვებული, აი კლდიაშვილთანაც ახლა თუ ნახავთ ჩვენ იგივე იმ ბიოგრაფიაში, ძალიან ნათლად ჩანს რაც უნდა ვქნათ. აი სომეხთან მეგობრობაზე ხო გადაირიან რუსები, ჩვენ რა არ უნდა შევუწყოთ ხელ პირიქით, რაზეც ისინი გიждდებიან და ბრაზდებიან, ეს უნდა ვაკეთოთ. ანუ კლდიაშვილის სომეხთან მეგობრობა რო პრობლემა იყო რუსისთვის, საუკეთესო მეგობარი რო სომეხი იყო, ეს ხო პირდაპირ მიგითითებს, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს კონფლიქტი ერთმანეთთან. თუ კი რუსი იმაზე ზრუნავს, რომ კავკასიის სამხრეთ კავკასიის თუ თლიანეთ კავკასიის ხალხმა ერთმანეთთან უნდა იჩხუბოს და ისმას აწყობს, ხო შეიძლება არ შევუწყოთ. ხო და მე ამან დაალაგოს ვითომ მოძმეერში ეს რა თქმა უნდა, რუსს ქონდა რაღაც გარკვეული ფუნქცია, აი ამ დალაგების და მოდი წიგზე გადავიდეთ, როგორია რუსის დალაგებული ბოსტანიც და ზოგადად უსამართლობას როგორ ალაგებს და კიდე რა მინდოდა მეკითხე შენთვის როგორც ქართულის მასწავლებლისთვის, კლდიაშვილის ბაკულას ღორები დაწყებით კლასებში კი ისწავლება. ალბათ ისე პატარებისთვის გასაგებ ენაზე, ხო? საკმაწვილო დონეზე, მაგრამ აი შენინება რომ იყოს და გთხოვონ, თქვათ, კლდიაშვილის რომელიმე ნაწარმოების შეტანა მაღალ კლასებში, შეიტანდი თუ არა საერთოდ კლდიაშვილს და რომელ ნაწარმოებს? კი, სხვათა შორის როგორ არა, რამდენიმესაც კი არა თუ ერთს და ორს. აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გვინდა კარგად ვაჩვენოთ როგორ ტოვებს რუსეთი უფუნქციოდ ქართულ საზოგადოებას, იქნებიან ეს თავადები, აზნაურები, გლეხები, იმდროინდელ ნებისმიერ ფენას, რომელიც გამოიყოფოდა, აი ქამუშაძის გაჭირვება მაგალითად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი. ეს თუ გვინდა რომ ვაჩვენოთ
როგორ აირეკლავს ისტორიას. ჩვენი ლიტერატურა, მაგრამ აი მეორე მხრივ და ეს რა თქმა უნდა არ არის ისტორიისგან შორს, კლდიაშვილი საერთოდ სხვანაირი ხდება, როცა წერს მიქელას, შერისხვას. ეს მიქელას და შერისხვას სასკოლო პერიოდში გადაეყრება მოსწავლე. იქ რაღაცა პარალელი შეიძლება იყოს მოყვანილი საიდანღაც, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ცენტრალური. აი ყოველთვის არის რაღაც გარიყული ეს ტექსტები ამას ისეთ დროს სწავლობენ, როცა მერე ივიწყებენ იმ პროგრამას სამწუხაროდ და ორიენტირდებიან მხოლოდ ეროვნული. და მით უმეტეს, როცა ეხლა ემპათიის კრიმინალიზაცია ხდება, ასეთი ტექსტები, როგორც მიქელა აუცილებლად ესენი აუცილებელია. მაგრამ ეს ხო აქვს ამათ თავისუფლად აშკარად ჩანს ეს, რომ მათ აქვთ აი მკვეთრად დასახული მიზანი ყველა ის ტექსტი წაგვართვან, რომელიც არის ანტირუსული განწყობების. იმიტომ რომ ეს და ურთიერთ ემპათიის გამღვივებელი. შეუძლებელია რომ მაგალითად დაემთხვეს ისე რომ ისტორიის პროგრამიდან ამოიღო რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების მთელი წყება ეს ხო 1 და 2 არ იყო აი ჩვენ მთელი საუკუნე დავიტანჯეთ ამ ბრძოლაში პრინციპში. მერე ამოიღო ტექსტები რომლებიც პირდაპირ აი ვაჟა-ფშაველას ბახტრიონია ეგეთი ნაწარმოები. პირდაპირ ის ლუხუმსრო ლაშარის გორზე შედგომა ეღირსება, ეგ არის რომ საქართველოს დააღწევს თავს ამ რუსეთს და გახდება თავისუფალი ერთხელ და სამუდამოდ. ამის გაქრობა, ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერის გაქრობა, აი ამ ყველაფრის გაქრობა. ესე თუ მიუყვებით, მაშინ საერთოდ არავითარი ღირებულება არ ქონია კაცია ადამიანს, არავითარი ღირებულება არ ქონია მაშინ ოთარავან თქვრივს. ეს არის რაღაცნაირად ჩვენი აი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებები ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ამიტომ ახსენე ეს ჯაჭვი დასაწყისში, რომ ილია ამბობდა იმას, რომ ესე დაგემართება თქვენ და ეხლაც ვართ აი ამ ტექსტთან დაკავშირებით, ეგ არის საინტერესო, რომ როგორც დაიწყო ნაწარმოები, რომ შემოცვიდნენ ღორები და ხმაური, ყვირილი, რაღაცა ეს ბავშვს ეჭუბებიან წყევლა, აი ეს მე წყევლაც საინტერესო ფენომენია აქ, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთთან, აი განსაკუთრებით რუსებს, როცა იქ ერთი მომენტია გამიხარდაო ეკლესიაში რომ არ შევიდნენ წირვაზეო და ეს ერთმორწმუნეობის სიყალბეც როგორ არის, ხო, მაგრამ პრინციპში სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ეს დასაწყისი არის პრინციპში ფინალიც ამ ტექსტის რაღაცნაირად რა. იმიტომ რომ აი ამ ქაოსის მომტანია ეს ბაკულას ღორები, ვიღაცა ჰიპოთეტური ბაკულას ღორები, რომელიც არ ჩანს, ხო? აი ეს რა მაგარი რამეა, რომ ორი სიტყვაა სათაურში და ღორები სულ ჩანან და რეფრენია რაღაცა ეს ღორების აქტიურობა, მაგრამ ბაკულა არასდროს არ ჩანს და სულ გინდა რომ გაიგო რომ ვინ არის ეს ბაკულა, ან მართლა ის ბაკულა უშვებს აქეთ ამ ღორებს სპეციალურად, თუ აი საერთოდ რა ხდება. და სხვადასხვა ამას წინათ შემხვდა გაგანიჟარაძეს ეწერა ძალიან კარგად, რომ ესო არისო ჩალიჩის ფენომენის ტექსტიო. აი ამას ასახავსო სინამდვილეშიო. ეს ადამიანი სამართლის ძებნას კი არ იწყებს. შეიძლება უნდა რომ მართლა გულწრფელად მოაგვაროს და ეს რაღაც ბოსტონის საკითხი, მაგრამ იწყებს აი ჩალიჩს, ამ საბჭოურ კი, და ჩალიჩს როდის იწყებ, როცა სხვა არანაირი ინსტიტუტი არ არსებობს და ჩვენ ზუსტად ამის წინააღმდეგი ვართ და ჩემთვის ეს ეპოქა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, არის ჩალიჩის დაბრუნების ეპოქა, როცა შენ რადგან არ არსებობს სასამართლო და არ არსებობს მორალი ქვეყანაში, ადიხარ ქურთთან, კრიმინალთან, მომგვარებელთან, პარალელურ კლასელთან, რომელიც ჩინოვნიკად დასაქმაა და ბრუნდება ბაკულას ღორების. მე აგერ უკვე მე რამდენად ხო, აი ეს ზუსტი სიტყვაა ჩალიჩის. ანუ ეს ტექსტი ამასთანავე გვაჩვენებს, რომ პრობლემის გადაწყვეტასაც ჭირდება ცოდნა. და ჩვენ აქ ვერ დავადანაშაულებთ გალაქტიონს და ზენათის, იმიტომ რომ მათ რაღაცა ალბათ რო ქონოდა წესიერი სასამართლო და იმის იმედი რომ სასამართლო გადაწყვეტა, არ ვიცით ხო რა გადაწყვეტილებას მიიღო. იცოდნენ რომ ეს უნდა მოგვარდეს რუსით. ეს გალაქტიონი უფრო სტატიკური კაცია, ეს ზენათი უფრო მოუწოდებს რომ წადი აი რას გვეყოფა მარტო ეს ღმერთის იმედად ყოფნა, წადი სინამდვილეში ხო ეს არ არის ის მოძრაობისკენ მოწოდება, როგორც ილია რომ მოუწოდებს რომ აი მოძრაობა და მოძრაობა ეს არის პირიქით სრულ მოძრაობა ქვია სრულ აქტიურობა აი რაღაც კი იმიტომ რომ ცუდად მე არ ვეთანხმები რომ ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ჯობია იმიტომ რომ ცუდად შრომას ზოგჯერ სავალალო შედეგები მოაქვს და აქაც ნახეთ რომ აი ეს ერთგვარი ჩალიჩი დასრულდა კიდე ვალების აკიდებით ესე კიდე სუფრაც დაგიჯდა და კიდე რაღაც შრომაც გარჯას ნერვების წყვეტაც და
თავს კიდევ უფრო შეურაცხყოფილად გრძნობ, იმიტომ რომ აი როგორც და ღორებს და რუსებს თან აი ამ ნაწარმოებში ერთნაირად ფეხებზე კიდიათ ამ ადამიანების გასაჭირი, ხო? ხო და ესეც რას ეუბნება, რომ შემიშინე, გთხოვ შემიშინე და იმას თავიდან არავითარი სურვილი არ აქვს, რომ დაეხმაროს. როგორც აი ამ რუსეთს არ აქვს სურვილი. აი მაგალითად კაცს ქვია ალექსანდრე. თავი იყო ცუდად იყო. ხო, აი კაცს ალექსანდრე ქვია, რატო ეძახიან შაშას? აი ხო ეს არის, ეს უკვე ყველაფერი ხო ჩანს მე როცა უყვება რომ როგორი გზებით უნდა მოვიდეს, აი ეს ფრაზა იყო, ჩემთვის იყო აი ძალიან მტკივნეული ფრაზა ნამდვილად. ხიდიო გაფუჭებულიაო ცოტაო, მაგრამ ფონი კაი. აი ეს არ არის დღესაც, რომ ომი ხო არ არის და ხო მშვიდობა არის და აი ფონი კარგია თითქოს. ოს და ის რომ რა გზებით მოხვალ, რა საქმეზე მოხვალ. რა გამოხვალ რაღაცნაირად. ხო და აი ეს არის ჩვენი ისა რომ არ დავიხრჩოთ მხოლოდ ეს ხო არ შეიძლება რომ იყოს აი ეს საზოგადოება სტანდარტის დაწევა რომ ადამიანი მართო. დაწეული აქვს ამას ყველაფერი, იცის რომ რაზე ურიგდება რომ ღვინო თუ კარგი იქნება, კარგად შევაშინებ. და მერეც ეს ფრაზა ტრიალდება რომ უფრო კარგი ღვინო ხო არ იმ ალექსანდრესაც და იმ ვასილი ივანიჩსაც ხო აი რაღაც ძალიან ამორალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ეს სიცილზე აგებული არასოდეს რომ ჩვენი პრობლემა არ იყო მათი პრობლემა იყო ყოველთვის ეს სუფრა ის ძალიან სიმბოლიზირებული აქვს რაღაცნაირად კლდიაშვილს რომ აი სუფრაზე წყდება იმიტომ რომ რუსეთისთვის რა არის ეს სუფრა არის საქართველოს სინამდვილეში აი რაღაც სიამოვნების მიღების ჰედონისტური რაღაცა წყარო რამდენი ელარჯიც არ უნდა უწელოს სინამდვილეში არც ერთხელ სუფრაზე ჩვენი პრობლემა არ მოგვარებულა არასოდეს იმიტომ რომ ეს იყო ესეც რაღაც ჩვენი პროვინციალიზმის ძალიან ისეთი სურათია, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ამ სუფრაზე, რომლითაც მე უნდა გავაოცოთ ისინი და ისინი შეჩვეულები არიან უკვე და არ ოცდებიან. სინამდვილეში არც არაფერი წყდება და გვარდება და ალბათ ყველაზე ადეკვატურად ისევ ღორები იქცევიან საკუთარი ინტერესებისთვის, ხო? თავის ფუნქციას ყველაზე მეტად თავის ფუნქციას ასრულებენ, ახლა ღორმა როგორც უნდა იცხოვროს, ისე ცხოვრობს და სუფრასაც სათავისოდ გადასარევად იყენებენ და უნებურად ისიც გამოძით, რომ ეს რუსი ყირავონ ამ სუფრაზე. აი, იმიტომ რომ ეს გულწრფელი სიბრიყვე, აი, რასაც ვამბობდით წეგან, გულწრფელი სიბრიყვეა სინამდვილეში, ის ვის ელაპარაკება. აი, მე მაგალითად, არ მახსოვს მე რამდენი წაკითხვა იყო, რომ უცბად გავიაზრე, რომ ვის ელაპარაკებიან ესენი, ვისთან აქვს საქმე, აი ამ ზენათის და გალაქტიონს. ღორებთან არის სამართლის ძებნა? აი რა სამართალია საერთოდ ეს? ის ღორები თავის ფუნქციას ასრულებენ, რა თქმა უნდა, გადმოვლენ, გადავლენ, იმათ არავითარი მორალური პასუხისმგებლობა არ აქვთ. და ღორზე რო ბრაზდები, მთავარზე გაბრაზების მაგივრად. აი ეგ მინდოდა ზუსტად, რომ აგრესია არ ჩნდება იმათ მიმართ. ერთადერთი კი ჩნდება, რომ ჩავამწარებ ჩემს სუფრას და, მაგრამ სუფრაზე ჩნდება, აი რაზე არის გაბრაზებული ეს კაცი? რომ როგორ მოიხინეს ჩემთან? და რა ტრაგიკულია რომ ბოლოს მაინც კიდევ კმაყოფილები არიან რომ X-ის დაისაჯათ სიმთვრალის გამო და აი ესეც არ ვიცი ალბათ კლდიაშვილს უნდა დაეჩვენებინა რამდენად არაფერი არ გამოდის თავის გასაცოდავებით, მაგრამ ამასთანავე ჩვენგან იქნებოდა ძალიან ზედაპირული რომ ყველას ბრძოლა მოთხოვო და ყველას მაგალითად აი რაღაც ბერძნული ტრაგედიის და ანტიკური დაპირისპირების შემართებით ეტაკოს ბაკულას, რომელიც საერთოდ აი ბაკულა არც კი ჩანს რომ თქვათ ან ეკლესიაში გადააწყდა ამ რუს, ან ვინმე მივიდა ამასთან, ან თვითონ ჩაიარა, საერთოდ არ არსებობს, ხო ეს? ეს არის კიდევ ცალკე ფენომენი, ეგრეთ წოდებული ფეხებზე მკიდია ადამიანის, რომელიც არც კი დგება საქმის გულში. აი ეს ლევან წულაძემ ხო ძალიან მაგრა გააკეთა ამ სპექტაკლში, რომ პირდაპირ აქ თუ რამდენიმე პერსონაჟი ყავს, იქ თუ არ ვწდები 22 პერსონაჟი შექმნა და აი მე რო დავესწარი ამ სპექტაკლს. აი ყველაზე ცხადი ისიც გასაგები იყო და მესმოდა რომ ამ ღორებს რუსებად მიიჩნევდა, მაგრამ როგორ აცეკვებს ეს ვასილი ივანიჩი ამ ზენათის და ამ ხალხს ლეკურს რო აცეკვებს. მღვდელსაც და ხო? პირდაპირ მღვდელსაც, რომ ბოლოს ეს მღვდელიც უკვე შეღონებული, რომ აი წამოხტა და ეზიზღება კი ეს ვასილი ივანიჩი, მაგრამ მაინც მის აი მართლა დაკრულზე რა, პირდაპირ მნიშვნელობით დაკრულზე ცეკვა. კი და არ ვიცი რამდენად ქონდა აცგარდასრული რუს პროპაგანდის დორენკოს საკითხული ბაკულას ღორები, მაგრამ ზუსტად თქვა
Грузини нам еще станцуют, რომ აი ეს არის. კლდიაშვილის ფრაზა გააცოცხლა 21 საუკუნეში, როცა გვიცვეკვებენ. ქართველის მოვალეობა არის დამატკბე შენი სილამაზით, შენი მუსიკალურობით და მიცეკვე და ცოტა ხნის წინ ამას ელარჯის ამოწელვაც დაემატა. არაფერი არ იცვლება, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მინდა მოვესწრო ისეთ საქართველოს, სადაც აი შენ და გადაცემის დასაწყისში ახსენე ფუფუნება, ლიტერატურით ფუფუნება, მგონია იმ ტექსტების სხვაგვარად გაანალიზება, რასაც ქვია ლიტერატურული ანალიზი და არა ის, რომ ისევ ბაკულას ღორებში ვართ და სულ ვამბობ, მინდა მოვესწრო ისეთ ქვეყანას, სადაც ეს არ იქნება ასეთი გასაგები და ნაცნობი და ასეთი მტკივნეულად აქტუალური. ხო შეიძლება რაღაცნაირად ჩაბარდეს ლიტერატურის არქივს და არა აი საინფორმაციოსავით ცხელი არ იყოს ბაკულას ღორები, ხო? ხო, თან ეს რაღაც ჩვენი ლიტერატურის ისტორიაც ესეთად ჩამოყალიბდა. აი ყოველთვის განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ რუსეთთან გადავიყარეთ ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვამბობთ ესეთ რამეს, რომ ჩვენი ტექსტი, აი ყველაზე საკაცობრიო მნიშვნელობის ტექსტი, ჩვენ დაწერილი გვაქვს იმ დროს, როცა არ გვიჭირდა არაფერი და ეს თამარის დროს რო რაღაც რუსთაველმა რაღაცა შექმნა ესეთი დიდებული ამბავი, ხო, მაგრამ იმის მერე ჩვენ სულ გვიწევს დავამტკიცოთ სამწერლო ოსტატობა. აი ამ ამბავზე რომ საზოგადოება როგორია ჩვენი. აი ამას წინათ ვკითხულობდი ბურჭულაძის რომანს ადიბასი, სადაც წესით რომანი არის აგვისტოს ომზე. მაგრამ იქ ეს აგვისტოს ომი ხანდახან გამოჩნდება ხოლმე. ანუ ძირითადად ჩანს აი ადამიანური ურთიერთობები, რაღაცა შინაგანი განწყობები, ეს ფსიქოლოგიური თემები ასე შემდეგ, მაგრამ არის რომ ხანდახან პერიოდულად აი რაღაც ბომბის გავარდნასავით ეს აგვისტოს ომი შეაწუხებს ხანდახან ადამიანს იმედზე გადართავენ, ასეც იყო. ეს ხო თან მე აქ გამახსენდა რომ არის თამაშ ჭილაძის პიესაა სხვათა შორის ძალიან კარგი, არაბეთის სურნელოვანი ბალახები და ეს მაკბეტის აღებული სათაური, მაგრამ იქ არის ესეთი რამე სამოქალაქო ომზეა. და რძალი და დედამთილი კამათობენ უბრალოდ რაღაცაზე და ერთი მომენტია რომ გარეთ რა ხდებაო და არაფერი არ ხდებაო. აბა ეს რისი ხმარი, ეს შორს არის ეს აფეთქებაო. ანუ ომი არ შემოდის, ანუ თავარი თემა ამათ ოთახში არ შემოდის პრინციპში. მე ამაზე უცბად გამახსენდა რომ ეს არის ის მამულის კვამლიც რომ აი ოღონდ არ შეხედოს ლუარსაბმაც რომ ამ გაქონილი ქაღალდის დახმარებით არ დაინახოს ოღონდ რომ ეს ჭიშკარი არის უკვე მონგრეული, ღობე არ ვარგა, სახლში ვერ შემოდიხარ და ეს უნდა ყველას რომ აი ამ რუსეთის რაღაცა კარგად აქვს ხო ილიას ძანის პოდპორუჩიკი ენიო სიმბოლიზირებული ხო რაღაცა ყველა ესეთია, ერთი კი არ არის ეს, ყველა ესეთია, აი ეს უნდათ. და რაც აქ არის, თან როდის არის ეს მოთხრობა ეს ბაკულას ხო 1920 წელს არის დაწერილი, ეს ხო ის პერიოდია როცა მოსკოვის ხელშეკრულება არისო, თქვენ კი მოიპოვეთ დამოუკიდებლობა ჩვენ გვეუბნებიან, კი მოიპოვეთ, მაგრამ არ გაბედო, რომ ვინმე დაუმეგობრდე ისეც, ვისაც მე ვეჯავრები. კი და აი თავის ბიოგრაფიულ წიგნში სხვათა შორის კლდიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ თავიდან იცინოდნენ ივანე ჯავახიშვილი რომ დადიოდა და უნივერსიტეტის იდეით ანთებული რომ ეს ჩვენ გამოგვივა, როგორ ეცინებოდა ყველას, აი ცოტა იცი რა ჩანს, ბჟუტავი იმედი რომელიც ჩვენც ქონდა რაღაც დროს, რომ ჩვენი ქვეყნისგან მე სისხლიან 9 წლებს ქონდა ეგ განცდა ზუსტად, რომ აი რაღაცა აქედან მაინც როგორც ივანე ჯავახიშვილს გამოტყდიაშვილი წერს, რომ თავიდან იცინოდნენ რა უნივერსიტეტი მიაჩვიეს ქართველის გონება, რომ მან უნივერსიტეტი თუ უნდა წავიდეს და დაამთავროს ეს რუსეთის იმპერიაში, ან მერე უკვე საბჭოთა კავშირშიც ხო ეს იყო უმაღლესი ინსტანცია. და ჩვენ ამ დროს თურმე 18-20 წლებში ვნახეთ, რომ შეგვიძლია გქონდეს უნივერსიტეტიც, აკადემიური კონსტიტუციაც გადასარევი, აკადემიური მოსწრებაში წინ გადადგმული ნაბიჯები და ეხლაც გქონდა პრეტენზია გაგვიჩნდა, რომ ჩვენ ვართ დასავლური ქრისტიანული ლიბერალური სამყაროს ნაწილი და ეხლა ისევ გვეუბნებიან და მე არასოდეს არ მივცემდი ქართველის ადგილზე ხმას ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ქართველისგან არაფერი დადგება და ამ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს,
რასაც ივანიშვილი ამბობს ხოლმე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, რომელსაც ის აქვს გამოწერილი, რომ ამისგან არაფერი დადგება, ან ამას არაფერი დაემართება, რომ ყოველთვის ძლიერი იქნება. არ არსებობს ეგეთი ხალხი და ქვეყანა. და მთავარი ალბათ არის გერმანელებს იმიტომ გამოუვიდა და იაპონელებს სირცხვილის მერე წამოდგომა, რომ საკუთარი პრობლემების გააზრება შეძლებს და ისიც რომ შეგვეშალა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, ინტელექტი, გონიერება და რესურსი, რომ გადავიქცეთ. და თან თურმე იმდენად შეგვიძლია ეს და საერთოდ ერებს იმდენად შეუძლიათ ეს, რომ მე მაგ ყველა განვითარებას ხო დაერქვა სასწაული, ხო, იმის ეკონომიკური სასწაული, ამის ეკონომიკური სასწაული, რაღაც წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც არავის არ ჯეროდა. ეს მჟუტავი რაღაცა იმედი რომ ამბობთ, თურმე დავინახეთ, რომ მე მაგალითად, ზუსტად მაგ თაობის ნაწილი ვარ, რომ მათ შეხედა, რომ რაღაც სირცხვილი არის, ამ ქურდის და ამ კრიმინალური სამყაროს მიმართ ნდობის. და ქთამის garaში ჩააბარე უნივერსიტეტში. ჩააბარე ქთამის garaში, შენ ცოდნას შეაფასებს ვიღაცა სამართლიანად, თუ რაღაცას დააშავებ, სამართლიანი სასამართლო იქნება და იმდენს დაგჭის, რამდენიც გეკუთვნის რომ დაგხდებს. თუ არ დააშავებ, იქნები როგორც არის. და ეხლაც ატყობ, რომ როგორც კი რამდენიმე უნივერსიტეტმა შეძლო ფეხზე წამოდგომა, გაძლიერება, სოფლიო აკადემიურ პროცესში ჩართვა, გაცვლითი პროგრამები, აკადემიკოსების ჩამოყვანა და რეიტინგებში წინ წაწევა, იმ წუთას გამოჩნდა ახალი რუსული ინიციატივა, რომ უნივერსიტეტების განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, ანუ ანტირეფორმა უნდა მოხდეს. იმიტომ რომ რუსმა შეატყო, რომ ეს შეიძლება დაგვირგვინდეს იმ განათლებული ადამიანების მომრავლებით ქვეყანაში, რომლებსაც ვეღარ მოატყუებ და აღარ მოვა შენთან, რომ წამოდი ბაკულა შემიშინე. თავისით მოაგვარებს ამ პრობლემას. ეს ხო ძალიან ეს არ არის, საერთოდ არ არის ეს უბრალოდ 11 და 12 წლიან სწავლებაზე. ეს მთელი იმის ჩამოშლა არის, ხო? რაღაცა მართლა რევანში, რაღაცა ძველი ხელისუფლების მიერ შედგენილი, რაღაცა კარგი საგანმანათლებლო პროგრამის, რომელმაც თითქოს რაღაცა ჩვენ მიგვაახლოვა ამ ევროპა, მოშორება ბოლონიის პროცესთან. რომ ეს ადამიანები მერე უკვე ვეღარ შეძლებენ უბრალოდ აღარ მიიღებს მათ არავინ 11 კლასის განათლებით მქონე ბავშვებს არავინ აღარ მიიღებს ევროპაში მათ მოუწევთ რომ სხვადასხვა რაღაცა ამორალური გზებით როგორც ეს პრინციპში ეს შეიძლება სტუდენტზეა აბიტურიენტზეა გალაქტიონზეა თუ ზენათიზეა არა აქვს ამას არავითარი მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს არის სინამდვილეში დემორალიზებული საზოგადოება ეხლა ამასაც რო კონდეს მე მაგალითად გალაქტიონს იმ პერსპექტივიდანაც უყურებ რომ იყოს სასამართლო ხო მაგას ვენდობი ხო რომ წავიდოდა იქ მაგრამ თუმცა მაინც სასამართლოში მიდის იდეურად ის ხო წესით იდეური სასამართლო ვიღაცამ უნდა გაგასამართლოს ხო ვიღაცამ გაგამართლოს ეს ვინ არის ეს კაცი ეს ვასილ ივანიჩი ესეთი ვასილ ივანიჩის სახე ჩვენ სულ გონდა აქ სულ დარბოდა მე როგორია დამოკიდებულება და მახსენდებოდა რევიზორი როცა გონიათ რომ მოვიდა ეს ის კაცია ვინც უნდა შეამოწმოს ახლა ესენი და სხვას რო გადაყვებიან თან და მე რო სხვა მოვა ხო და ამასაც აქვს ეგრო ფიქრობს ახლა თუ კი მე ამას რაღაცა კარგად დავალევინებ ის მართლა შემიშინებს ამ რაღაცა ღორებს თუ ბაკულას თუ ვის შეუშინებს საერთოდ ის თვითონ როგორ არის განწყობილი როცა იგებს, მარტო შეშინებაა, ჩემი დავალება. კაი, მაშინ წამოვალ რა პრობლემაა. და იცით რა რეპარებათა რომ ისი შეეშინებათ ხოლმე იმიტომ რომ ვასილ ივანიჩია და რომ ბაბაიას სახილი ეს ჩვენი მუდმივი სულიერი მდგომარეობა. და ბოლოს ხო გავიგეთ თან რომ ეს ვასილ ივანიჩი პრინციპში არავინ არ ყოფილა, ხო? საერთოდ არავინ ეს ხო. და იცი რა კიდე რაზე შეიძლება გული დაგწყდეს, თუ ისეთი მენტალობა გაქვს $100 პრავას რო აკეთებდნენ და ეგ ერჩივნათ გამოცდის ჩაბარებას მაგალითად რომ არც კი იკითხა რომ მოდი ხო შეიძლება მართლა რა იქნებოდა რომ მოდი საცხოვრობს მივალ დაველაპარაკები რაღაც ყალბცნობას ვაჩვენებ ანუ ესეც ამაზეც არის ზრუნა ანუ რეალურად მართლა ჭამისთვის კაი ქართულ სუფრაზე რო არ ეზარებათ ეხა რუსებს მისვლა ეს ჩვენ ვიცით ამის გამო შეიძლება ჩამოფრინდნენ კიდევაც და ზურგზე ხელიც მოგიტყაპუნონ რომ მართლა ძალიან კარგი ყოჩა ხაჭაპურში ხართ მაგრები და მე არ ვამბობ რომ ხაჭაპურში მაგრობა თქვა სირცხვილია მაგრამ
ამაზე არ უნდა დაამთავრონ ჩვენი იდენტობა იმის პარალელურად, რომ შლიან ჩვენს მეხსიერებას. მე და ლაშას ამაზე ვლაპარაკობ და შენც რა თქმა უნდა ალბათ შენ მოსწავლეებთან, რომ თავარი როცა ადამიანი როდის კარგავს თავის თავს, ხო, როცა აღარ ახსოვს არც საკუთარი თავი და არც ის გარემო, რომელშიც ის საკუთარი თავი შედგა, ხო? და ამას აკეთებენ. სახელები და გვარები, რომელიც არ ვიცოდით 70 წლის განმავლობაში. და ახლაც რას აკეთებენ დავაკვირდეთ. აი ახლა მიმდინარე ეტაპზე ხდება რეალობის შეცვლა. მოღალატეებს ეძახიან იმ ხალხს, ვინც მზად არის საკუთარი თავისუფლება გაწიროს ამ ქვეყნისთვის და უსამშობლოებს ეძახიან მათ, ვისაც სამშობლო, აი ყველაფერი ამოტრიალებული, ყველაფერი რუსული. და ისევ სუფრებით მოგვარება აი ამ პრობლემების რომელშიც ჩაყარა ყველაფერი აი კლდიაშვილმა კარგად გააკეთა რომ აი ის რაც ახსენეთ წერან რომ ამ ერთმორწმუნეობასაც რო შეეხო რომ ის გაუხარდათ ხო აი ბარემწიროა და აია და რაღაცა აი ამიტომ ვინ დააზიანა ყველაზე მეტად პრინციპში ეს ჩვენი ფრესკები აი ამათ ხო ეს გადახატული სახეწაშლილი რაღაც უძვირფასესი ფრესკები ვინ გაგვიუქმა ავტოკეფალია კი ბატონო და ვინ ეს ყველანი ხო ამაზე ხო ლაპარაკობს ილიაც ლაპარაკობს ჯავახიშვილიც ლაპარაკობს რომ არავის უფრო დიდი ზიანი ჩვენთვის არ მოვა ვინ დასდევდა პატრიოტ ქართულ მღვდლებს კათალიკოსებს ეპისკოპოსებს აი ამ ხალხს ვინ გაწყვიტა ეს ელიტა რა თქმა უნდა აქ ხო აი ეს რუსეთის დამოკიდებულება რუსეთმა პირდაპირ ხომათ გააკეთეს ის ამიტომაც აი რომ დღესაც როცა ხედავთ რა აი გელათში რაღაც დავით აღმაშენებლის ანდერძით რაღაცა ფრესკა ღვთისმშობლის როგორ ფუჭდება ხო სახეზე წყალი ჩამოსდის იქ აი ყველაფერი რაც არის რუსეთის და ხედავთ რომ სინამდვილეში აი ამ ტრადიციების დამცველი ხალხის ტრადიციებზე ხავილი არის ფარისევლობა და ზუსტად ისე როგორც ამ ვასილ ივანიჩს არ აწუხებს საერთოდ არაფერი ეს მოძღვრება ისე არავის რუსულ მოხელეს არ შეაწუხებს ეს და ეს კლდიაშვილი რაღაცნაირად თითქოს აი კივილი არის ეს ცრემლნარევი ტექსტია იმდენად რამდენადაც თითქოს ამბობს რომ აი სულ რაღაცა ხმა მესმის მე მაგალითად რომ ეს თქვენ იცოდით და არ მოემზადეთ ამისთვის და მიიღეთ ცუდი შედეგი აი რაც ეს ბატონყმობა გადავარდა და ეხლა უკვე კიდე ერთხელ გაფრთხილებთ თუ მოემზადებით აი ხო კაი და უნდა მოემზადოს იმიტომ რომ ნამდვილი აი მე მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილი ქართული საზოგადოება არის ის ვისაც აი აქვს რაღაცა დიდი მზაობა ევროპული ცივილიზაციისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ეგავართ, აი ნამდვილად ეგავართ და ეს არაფერ შუაში არ არის ეს რაღაცა სუფრაზე მოცეკვავე, გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ ჩვენი მწერლები არ ერიდებიან ამას. რომ პირდაპირ ასახონ მათი აი სიბინძურე, მორალური წერას როგორ შეიძლებაერიდებოდეს სიმართლის თქმა და სარკეში ჩახება. აი ილიამაც ხო მაგით დაიწყო, რომ ის პირდაუბანელი იამსჭიკია ის და მორჩაი პირველი რაღაცა რო შეგაზიზოს. და ილიამს ხო შორს ლუარსაბის გამოც ბევრი კრიტიკა მიიღო, რომ აი როგორ რა თქმა უნდა. და კლდიაშვილსაც ეძახდნენ, წარმოიდგინე რა გარემოში ცხოვრობდით, რომ რუსის მოძულეს ეძახდნენ. და ეს თითქოს ლანძღვა იყო, ხო? რომ აი როგორ ალბათ ერთმორწმუნეობისაბრ ეს კაცი, ეს დავით კლდიაშვილი არის რუსთა მოძულე. მაგრამ თვითონ ასე ამბობს და ძალიან მიხარია, რომ ამ განცდით წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ დიდი სიყვარულით თუნდაც ამ გალაქტიონის, ზენათის, დარისპანის, ქამუშაძის, პლატონის ყველას მიმართ ქონდა უდიდესი სიყვარული და ტკივილი აი მის გამორაშიც ისინი იყვნენ თulis რომ მისი განვლილი თვითონ ასე ამთავრებს თავის ბიოგრაფიას რომ მისი გავლილი ლიტერატურული გზა მაინც არის ბედნიერი გზა. მიუხედავად რომ ზოგჯერ ვერ გაუგეს, ზოგჯერ არ დადგეს ისე როგორც მას სურდა და წარმოედგინა, სულ მაინტერესებს ხოლმე ეხლა რა სიტყოდა და რომელი მოეწონებოდა, რომელი არა, მაგრამ 100% თუ არ მათე დარწმუნებული რომ დღეს რო დავით კლდიაშვილი ყოფილიყო ცოცხალი, ის ალბათ ზვიადრატიანთან ერთად აღმოჩნდებოდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა რუსებთან მებრძოლი ქართველი მწერალი. კი, იმიტომ რომ ყველა ვინც დაიცავს აი ქართული თავისუფლების საქართველოს ამიტომ ამბობ, ხო, არა, იმიტომ რომ ხასიათი ქონდა ასეთი. მოხდება იქ და ამ გზას რაღაცნაირად გაივლის და ყველას პრინციპში ეს გზა აქვს გავლილი. კი, ყველა კარგმა ქართველმა მწერალმა იცოდა და სანამ ჩვენ დავიწყებდით, ეხა უბრალოდ არ არის ამაზე საუბრის დრო აღარ გვჩება, მაგრამ თუნდაც ლამბალო და ყაშარატო მოიღეს, ხო, ლიტერატურიდან. ყველა ჩვენმა საყვარელმა მწერალმა და ეს ტრიადა დაასახელეს ზუსტად და სხვებმაც, ვინც კარგად წერდა,
ყველა მიცოდა, რომ თავარი პრობლემა არის ძალადობრივი გარუსება პირველ რიგში გონების. და როდესაც ქართველი ამბობს და ამბობდა დავით კლდიაშვილის ეპოქაშიც, რომ აი ეს მშვიდობა და ერთმორწმუნეობა და არა ომს, სინამდვილეში ჩვენ ომს ყოველთვის რუსი გვიგებდა გონების დაპყრობით. და მე ტერიტორიებს მიაყოლებდა ხოლმე. და ეს იყო მათი დოქტრინა, დაიპყარი ქართველის და არა მარტო ქართველი, ზოგადად დაპყრობილ ერს, უნდა შეაჩეჩო რაღაც ეგზოტიზირებული ტრადიციები, რომელსაც ნამდვილ ტრადიციებთან არაფერი საერთო არ აქვს და ასევე დათრგუნო და დაიყვანო მისი პრობლემები იმამდე, რომ გქონდეს საჭმელი. აი ეს სწორედ მაგლამბალოდა ყაშაში. ჯავახიშვილმა ხო თქვა იმ რუსის პირით, რომ რა არის რუსისთვის რუსეთი. სადაც რუსი ჯარისკაცი დადგამს ფეხს და დაღურის სისხლს, ის არის რუსეთი. და აი ეს არის ეს ვასილ ივანიჩი, ოღონდ ამას სისხლი არ დაუღრია, შეიძლება სკამიდანაც კი გადავარდა იმ ღორების შემოტევაზე და რაღაც, მაგრამ სადაც მივა, სადაც მისცემენ საშუალებას, რომ აი შენ თუ გვიშველი ახლა სხვა ვინ მიშველის, აი ყოველთვის იმას მიიღებს საქართველოს საც მიიღებს მის ნაწილად. თუმცა ეს ჩვენი პათოსი მაინც ეს არის, აი გალაქტიონსაც რო ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ რუსები და თუმცა ეხლა გაჩნდა ეს მაგათი კვალი აქ და ეს კვალი არის აქ, ამიტომაც არის ეს ტექსტი, აი თითქოს არაფერი არ შეცვლილა, შეიძლება უბრალოდ ვიღაცას გალაქტიონიზაცი აღარ ქვია, თორე ეგ არის ისევ იმან ბავშვი ვართ და ეს რამც არ უნდა 2 კვირა და 2 წელი და ასე შემდეგ გავიდეს, რომ ეს ჩვენი ბოსტანი აღარ დაინგრეს, ის აუცილებლად დაანგრევს იმ ბოსტანს, სანამ არ იქნება რაღაც სამართლიანი სამყარო და სამართლიანი მიწა ჩვენს. და კიდევ სხვა შორის ერთხელ მითხრა ერთმა ძალიან კარგმა ბავშვმა და გამეცინა, ლაპარაკობდით ბაკულას ღორებზე. და როგორ რაღაც მითხრა იცი? აი არ შეიძლება მაგარი ღობე გაეკეთებინაო, აი ღორი რო ვერ შევიდო და ისეთიო. ოღონდ აი მართლა პირდაპირ ღობე იგულისხმა. აი რაღაც დაცვა, ტერიტორიის დაცვა. და გამეცინა, რომ პრობლემის მოგვარების როგორი პრაქტიკული გზა შეიძლება მოძებნო, სანამ ჩახვალ იჩაქჩაქებ და კიდე ღობე რაც ღობე დაჯდებოდა, ალბათ სამჯერ ძვირი ის უფრო დაჯდა, ხო? მაგრამ აი ეს არის ზუსტად. ამიტომ ის გამწარებული. თავარი რაც ჩანს ბაკულას ღორებში, რომ პრობლემის იდენტიფიცირების მერე კიდევ ამ პრობლემის გადაწყვეტის რომელი გზა უნდა აირჩიო, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე პირადად ვეთანხმები იმას, რომ მაინც ლიტერატურის კითხვა შეიძლება იყოს ცხოვრების გზამკვლევიც, მიუხედავად რომ ამაზე ახლა დიდად ვერ თანხმდებიან, ხოლმე ბევრი მწერალი ან ბევრი ლიტერატორი ვიცით, რომ საერთოდ ვერ ხედავს ან არ ხედავს გარშემო რა ხდება. მაგრამ თუ ჩვენ და ქართულის მასწავლებლები შენნაირი სკოლაში ამ ტექსტს კარგად წააკითხებენ ადამიანებს, ის თავად მოახდენს პატარა ადამიანი, მე უკვე რო გაიზრდება როგორც კაცი, ქალი, უკვე ადვილად მოახდენს იდენტიფიცირება საკუთარი თავის აი ამ პრობლემასთან. იმიტომ რომ დღესაც გვაქვს ეს პრობლემა, ჩვენი ღობე მორღვეულია და კიდევ ერთხელ, არანაირი ბოსტანი და პირადი პატარა შემოსაზღვრული სადარბაზო სახლი, ოთახი თუ გონება დაცული არ იქნება, თუ მთლიანად შენი გარემო არ არის დაცული. დიდი ქვეყანა, რომელშიც ინდივიდი ხარ და თუნდაც პატარა ადამიანი, ხო? შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ დიდი პრობლემები უნდა მოგვარდეს, რომ პატარას არ შეეჩეხო. და აი ხა მაგალითად იმ ხალხმა, ვინც ვლიდა, რომ სასამართლო არ ადარდებს და ზოგადად შემოქმედი იყო უსამართლო სასამართლოს, თავად იწვნია თავის თავზე, რაც უდია, თურმე როცა არ არსებობს მისასვლელი, სადაც შენ სიმართლეს დაიცავ. როგორც არ ქონდა ეს მისასვლელი ზენათის და გალაქტიონს და მოუწიათ ისე ვასილ ივანიჩებთან მისვლას უნდა ავერიდოთ რაღაცნაირად. ის იმიტომ რომ იძულებული ხდებით მე რომ როგორც ზენათი კარგი ფრაზაა რომ გაალმასებული დაუხვდა თავის ქმარს ზენათიო და ისინი ერთმანეთს კი არ უნდა დაუხვდნენ სამდვილეში გაალმასებული. აი რა კარგი შენიშვნა კიდევ ერთმანეთს ვერვერევი ბაკულას და მოდი გალაქტიონს მაინც მოვერიო. აი იმას იმ ვასილ ივანიჩს უნდა დაუკვდეს. ბავშვებსაც რო წევლის თავისუფლებს თავიდან, რომ რაღაც ოპერატიულად ვერ გაყარეს ისე სწრაფად იზღორები, როგორც საჭირო იყო. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აგრესიაც მიმართოს სწორად და პრობლემის გადამჭრელიც მოძებნოს სწორი. ეს არის ალგორითმი, რითიც უნდა მოაგვარო ღორების პრობლემა, ხო? უკლედ ამ პრობლემის გადამჭრელს არ ვიცი, ეს გალაქტიონმა აირჩია აშკარად არასწორი
მეთოდი აირჩია და ეგ არის დემორალიზებული საზოგადოება პრინციპში, სადაც სასამართლო არ მაქვს და მე უკვე საღიგონებაც აღარ მაქვს. და ვასილ ივანიჩიც არ არის ხალხო პრობლემის გადაჭრის გზა. აი მოსწავლის ნათქვამით რო ვთქვათ ჩვენც, რომ ის ღობეს კი არ გაამაგრებს, არამედ აი კორუფციით და ქრთამით და რაღაცა ნეპოტიზმით და ამ ყველაფერი უბედურებით დაიწყებს ამის მოგვარებას და არ მოგვარდება. კი, და სანამ დავასრულებთ, კიდევ ერთი რუსული მოდელი, ეს შეიძლება არა რუსული ზოგადად საკაცობრიობ, მაგრამ ჩვენთან რუსული მოდელით მოვიდა და ამიტომ ასე დავარქმევ. როგორ ჩანს აქაც, რომ შიში შეშინება არის მთავარი ინსტრუმენტი. ესე იგი, როგორც კი რაღაც გინდა მოაგვარო, დალაპარაკება, მოგვარება, ურთიერთკომპრომისი, ან სასამართლო კი არა, შეშინება. და ეხაც რას ცდილობს ყოველთვის, რუსი ცდილობს, ის კი არ გიმტკიცოს, რომ თვითონ კარგია. ვასილ ივანიჩი იმას კი არ გიმტკიცებს, რომ კარგია. შეგაშინებს, რომ სხვა უარესია. შეგაშინებს, რომ თუ გაუბრაზდი, მერე ბაბაიაც აღარ გიშველის. ანუ შიში, რომელზეც დგას ხოლმე ადამიანის გალაჩრება მერე, დესტრუქცია, დათრგუნვა, სილაჩრე და ადამიანის თვისებების დაკარგვა, იმიტომ როცა გეშინია, ვერ მიიღებ ვერანაირ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. და გალაქტიონსაც უნდა და როგორც თვითონ იყო შეშინებული მშიერი დარჩენით ამ ბოსტნის მორღვევის გამო, ასე ბაკულას შეეშინებინა ვიღაცას. და პირიქით რო გაეცვალათ როლები, აი ბაკულას რო ეჩიულა ამათთვის, ესე იგი გალაქტიონ შეეშინდებოდა იმ ვასილ ივანიჩის. კი, აი ამას ვამბობ ზუსტად ვასილ ივანი ნათესავი, ზენათის თუ ყავდა შაშა ნათესავი, ასეთივე შაშა ხო შეიძლება ყოლოდა ბაკულას და აქეთ შეეშინებინა, რომ იცი რა ძმაო, აი ამის ღორები მოვლენ დღეში სამჯერ. აქ ისადილებენ და ხმა არავინ გასცეს. და აი ეს უკვე მეორე სირთულის მეორე ლეველის სირთულის ფიქრია, კი. სინამდვილეში. ეს რო ამბობს, რომ ცუდი მეზობელი შემომიჩნდა. და შიდა კონფლიქტი რო უნდა მოუგვაროს რუსმა, ეს არის კატასტროფა. ხო, აი როგორც აქ სომხები რო ვახსენებთ, რომ ქართველები და სომხები ვაჩხუბოთ და მე ჩვენ და არა მარტო ქართველები და სომხები, ჩვენ შორის დაპირისპირება თავის დროზე 90-იანებშიც აფხაზებთან და ოსებთან დაპირისპირება. ეს იყო წლების მანძილზე რუსების კულტივირებული მუდმივად იმპულსის მიმცემი და სუცდილობდნენ, რომ ჩვენ შორის ქართველმა ქართველს ყოველთვის ურჩიოს საქმე. და მე ვასილ ივანიჩი ჩამოვიდეს და მოუყვაროს. ია მთელი კავკასიის მიმართ პოლიტიკა ეს იყო. 2003-შიც კი ასლანის რევოლუცია რომ მოხდა, ივანოვი ჩამოვიდა. მერე გავრილოვი, მერე პოზნერი და სულ ესე ჩამოვა ეს ვიღაცა სანამ დროშის რაღაც მოხდა, იქ ასლანა გაიყოლოს თუ დატოვოს თუ აი მუდმივად აი ამ ჩექმის წნეხიდან ვერ გამოვედით. და რაც თავარია, ხშირად საყვედურობენ ხოლმე, რომ გაიცვითა ეს რუსი არ ხედავს ქართველი რუსში პრობლემას და მოუგვარდა. მე ვერ მოვუგვარებ და ვერ ჩვენ მასწავლებელი და სცენარისტი ვერ მოვუგვარებთ კარტოფილისა და კარაქის პრობლემას. ჩვენ გვინდა დავანახოთ პრობლემის არსი და პრობლემის არსი არის რუსული. ხო? და ნუ ილია ჭავჭავაძე მაინც ხო არის ამ ქვეყანაში ავტორიტეტი და კლდიაშვილი. კი, ოღონდ საკითხის გარეშეა ხოლმე ავტორიტეტი. აი ეგეც უნდა სასწაული ამბავი გვაქვს ეგეც, რომ ჯერ დავიკითხოთ და მე გახდეს ავტორიტეტი და არა ფოტოთი, თორე ეს ილია საყვარელი კაცია, ახლა ყველა ფოტო მომწევს მე. კი. რაღაცნაირი არის ფიქრები. და ყველა ცდილობს მიითვისოს, მათ შორის ის, ვინც მას მოკლავდა. კი. ახლა. ხო, ეგ წარი ამბავი გვაქვს, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მათე ასეთი სასიამოვნო საუბრისთვის. ჩვენს ერთგულ მაყურებელს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ჩვენს გვერდით არის ხოლმე და ამ ძიმე ჟამს, აი ხანდახან გვერიდება კიდევაც წიგნზე ლაპარაკი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნზე ლაპარაკი არასდროს არ არის ამოვარდნა კონტექსტიდან პირიქით. ეს არის ჩვენი იარაღი მტერთან დასაპირისპირებელი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოყვეთ ჩვენს არხზე, გამოგვიწეროთ, დაგვაფოლოვოთ და შემდეგ წიგნამდე. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს და მადლობა ჩვენ სტუმარს მათე ციკლაურს. მადლობა დიდი მოწვევისთვის.